მოგესალმებით მეგობრებო, სტახანში დავიწყებთ live-ს და 20 მაისამდე უშუალო საკითხებზე ყველაფერზე გაგისაუბრებით. რადგან ამაზე ძალიან ბევრი შეკითხვები შემოვიდა. პირველ რიგში, სანამ live-ს დავიწყებ, რამდენი ლინკ ჩაგიგდებთ და გაგაცნობთ რა სიტუაცია არის, რაც უნდა გაითვალისწინოთ. მოკლედ მეგობრებო, დღევანდელი ჩარტის მიზანი არის ის, რომ 20 მაისამდე დარჩა ფაქტიურად 16 დღე და მოგეხსენება ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება თუ რა სიახლეების მომოწმებელი შეიძლება იყოს ეს ყოველივე. სანამ დავიწყებ, მინდა მალობით დავიწყო, იმიტომ რომ წინა live-ს საკმაოდ ბევრი ნახვა ჰქონდა, დაახლოებით 25000 და ჩემთვის დამშვენია, იმიტომ რომ ხედავ რამდენი დიდი ინტერესია იმათვის, ვინც აქ ცხოვრობს ესპანეთში, ვინც მოდის ევროპიდან სხვა ქვეყანიდან აქ, ან რომელიც საქართველოსდან მოდიან. რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც დაიწყებ რაღაცას და აპირებ, როცა შენ უცხო ქვეყანაში მოდიხარ, იურიდიული კონსულტაციის გავლა. და მე არ გადავხო რამდენიმე ხანს, გავაკეთებ აქცენტს ძირითად თემებზე, იმიტომ რომ დარჩენილი საკითხები მე უკვე ბევრს ვუთხარი, რომ არის რაღაცები გადასახედი, არის რაღაცები, რასაც არ განვიხილავთ, იმიტომ რომ წინა live-ი ზუსტად იმას ემსახურებოდა, რომ ყველა თქვენ შეკითხვას, რომელიც წინა live-ში წინ, ანუ ორი live-ის წინ დამისვით, ყველაზე გიპასუხეთ, ალბათ ამოიცნობთ თქვენს თავებსაც. ასევე YouTube არხზეც დაიდება ნებისმიერი ახალი ვიდეო, რომელიც განსაკუთრებით TikTok-ზეც გადავა, იმიტომ რომ ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი ჩართულობა იყოს და უფრო მეტად გავრცელდეს სწორი ინფორმაცია. თუ რაღაც შეგვეშლება აქ ადამიანები ვართ, შეგვიძლია შევასწოროთ. სასურველია თუ მონიშნავთ თქვენს მეგობრებს, მე წიგნებზე არ დამოიწყებია და ყველას გამოგიგზავნით, ვინც მონიშნა თავის მეგობარი და მონიშნავს დღესაც მიცემ ამის შანსს. ასევე თუ გააზიარებთ, ეს ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანისგან ვიცი, რომ აი მე ეს არ ვიცოდი და არც ვიცოდი რომ არსებობდა ეს პლატფორმა და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ გაზიარებით თქვენ შეძლებთ უბრალოდ სხვა ადამიანებს დაეხმაროთ, როგორც შეიძლება თქვენც ერთ დღეს დაგჭირდეთ და სხვის გაზიარებით გაიგოთ ეს ინფორმაციები, რომლებიც 20 მაისში უკვე შემოდის და 20 მაისის მე რა თქმა უნდა კიდევ იქნება ბევრი სასაუბრო. და ნუ მოკლედ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხა გავიმეორებ კიდევ ერთხელ, ოღონდ მოკლედ, იმიტომ რომ ამდენი ხის განმავლობაში ჩემი მაყურებელი ხედავდა რეალურად რამდენი რამ გადავიდა, რაც თქვით და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის თუ რა შეიცვლება, ეს უკვე თქვით. 3-დან 2 წლამდე ჩამოვა, ასე ვთქვათ, არაიგოს ფიგურა სახელებს შეიცვლის, გახდება ერთ შემთხვევაში არაიგო სოციოლაბორალი და ერთ შემთხვევაში სოციოფორმატივო. რა თქმა უნდა, ეს უკვე იდეის დონის ბევრმა შეიქმნა, თუმცა ბევრმა იფიქრა, რომ მოდი მე მაისამდე შევიტან, მაგრამ მაისამდე თუ შეიტანე, აუცილებლად ის უნდა გაითვალისწინო, რომ თუ მაისამდე შეიტან, შენ აუცილებლად ძველი კანონმდებლობით იმოქმედებ. მაგრამ როდესაც ახალი ჩამოდიხარ და ახალი ჩამოსული ხარ, ძველი კანონმდებლობას არ უნდა დაეყრდნო. უნდა გაითვალისწინო, რომ ახალი კანონმდებლობა ერთი არის კონტრაქტის საფუძველზე, მაგრამ ის 20 საათიანი კონტრაქტის საფუძველი, ვისაც აქ ის არის დედები, რომელსაც არის უწვავანი შვილი ყავთ ესპანეთში და არა შენ, რომელიც დაუშვათ ყავს შვილი, მაგრამ აქ არ ყავს, ან თუნდაც სრულწლოვანია და არც მამაკაცებს არ ეხება ამ თემაში. რაც შეეხება მეორე თემაში, არაიგოზე, რომელიც იყო განხილული, გახსოვთ ალბათ წინა თვეში, წინა ასე ვთქვათ ნოემბრამდე დამტკიცებული არაიგო ინფორმაციონი, იქ მხოლოდ იძლეოდა მუშაობის უფლების გარეშე, ან ცხოვრების უფლებას. და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტი აღნიშნოთ, რომ ეხა მოგცემენ იგივე პრინციპია კურსების გავლა, თუმცა 20 საათიან მუშაობის უფლებას გაძლევენ. პირდაპირ ქვეყანა გეუბნება, თუ შენ გინდა რომ აქ დასახლდე, უნდა გაიარო ენის კურსებიც, კონსულტაციაც, წინასწარ მოემზადო ამ ყველაფრისთვის 2 წელი, მე შენ არ გაგადეპორტებ, შენ თუ არაფერს არ დააშავებ და მსგავს შემთხვევაში თქვა დაიფოროს ნებისმიერი ადამიანი, არსებობს გამოსავალი და მე უკვე 2 წლის ფონზე შენ შეგიძლია საუთები გააკეთო, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ არის ყველა გზა. ძირითადი გზები იყო ეგ, რომელსაც იღებს საბუთამოს ქვემე კვენტა ახენა, ანუ ასე ვთქვათ, დასაქმების საფუძველზე ბინადრობის აღება, ნებართვა, რომელიც არ უნდა შეგვეშალოს მაგალითად სტუდენტურში, ან მაგალითად თვით დასაქმების საფუძველზე ბინადრობის ნებართვაზე, ან თუნდაც არაკომერციული ბინადრობის ნებართვა, რომელსაც ქვია ტერმინს რეზიდენცია ნონ ლუკრატივა რა, ანუ როდესაც რაღაცა გარკვეული ნომად ვიზას ვაკეთებთ, ან სხვადასხვა ბინის
ენის საფუძველზე, ასევე ძალიან ბევრი ტიპის ნიი არსებობს და ესეც არ უნდა შეგვეშალოს. ამიტომ ხშირად კონსულტაციის დროს ამას ვატყობ ხოლმე, რომ ადამიანებს ბევრი ინფორმაცია აქვს, თუმცა არასწორად აქვს, ზოგადად ან ინტერნეტიდან იძიებენ, ან ChatGPT-დან ან შემდეგ, თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ ტექნოლოგიებშიც არსებობს გარკვეული ხარვეზები და კანონმდებლობა სულ ყოველთვის ეს ხარვეზიც მაინც არის ძალიან დიდი. თუმცა აქვს ამ ბევრი სწორი ინფორმაცია ChatGPT-საც მინდა აღვნიშნო, ტექნოლოგიის ჩართულობა დღევანდელ სამყაროში საკმაოდ მაღალია, ამასაც არ უარყოფ. ოჯახის გაერთიანებაზეც მნიშვნელოვანი ერთ-ერთი საფუძველი და გზა, რომელიც იქნება, მათ გარკვეული არსებითი ჩვევები შეიძლება იყოს პატარა, რომ ასაკობრივი ჭრილობა მოიმატოს. მეტი ინფორმაცია რეალურად უფრო იქნება, როცა ძალაში შევა ეს კანონმდებლობა და შესაბამისად პოვებს თავის რაღაც მაგალითებს, მაგრამ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ გადატვირთული იქნება შემდგომ უკვე სისტემა ჩემი აზრით, იმიტომ რომ როცა ცოტა პერსონალი ყავს და დიდი ქალაქია, ბიუროკრატიული პროცესებიდან გამომდინარე, ალბათ უფრო მეტი ხანი მოუნდება ყველა იმ საბუთის ახალი მithumeți კანონმდებლობის ვიღაც განახლებას აკეთებს, ამიტომ ამის გათვალისწინებას ან სწავლის საფუძველზე ბინადრობის ნებართვა არის ერთ-ერთი კიდევ, არის კიდევ ხანგრძლივი ბინადრობის ნებართვა, არის მოქალაქეობის თემა, არის პარეხა და ეჩო და ასე შემდეგ. მოკლედ ამაზე უკვე დეტალებში აღარ შევალ, იმიტომ რომ ამაზე ვიდეოებიც მიდევს YouTube არხზეც, რომელიც დაგიტოვეთ და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით ყველაფერი დეტალებში ვისაც დაგაინტერესებთ ამისთვის არსებობს კონსულტაცია, ჩემი აზრით კარგი იქნება, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, გინდ საქართველოდან მეყურებდეთ, გინდ გერმანიიდან, ავსტრიიდან თუ საფრანგეთიდან, საიდანაც მეყურებდეთ, ხშირად მაქვს კომუნიკაცია, ყოველთვის კონსულტაცია, იმიტომ კარგი, რომ შეგიძლიათ გადახედოთ ადამიანებს, რატომ არიან ამდენი ადამიანი მოყოფილი, ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის ვეუბნები იმას სიმართლეს გამჭვირვალედ, იმიტომ რომ ისეთი ბლეფი და ისეთი ტყუილები მესმის, რომ თურმე სლოვაკეთის ვიზას 10,000-ად გაიკეთებ და რაღაცეები, რომელი ადამიანებსაც ელემენტარულად გადაამოწმოთ ყოველთვის იმ ადამიანების პროფილები, შეგიძლიათ ნებისმიერ სხვა იურსთან გაიაროთ, ნებისმიერ ადვოკატთან გაიაროთ, თუმცა უნდა გადაამოწმოთ აუცილებლად იმ ადამიანის გვერდი მაინც, იმიტომ რომ ეს ბრმად ნუენდობით შეიძლება ადამიანი მოღვაწეობდეს, თქვა დააკეთებდეს საქმეს და გონდეს ელემენტარულად თავის გვერდი უნდა იძებნებოდეს, ხო ეს ადამიანი, მაგრამ როცა არ იძებნება და შენ აი 10,000-ში გადამაგდეს, 15,000-ში გადამაგდეს, ახლა რო ენდობი იმ ადამიანს და რაღაც საქმეს გიკეთებს პირობითად, ჯერ უნდა შეხედო ის ადამიანი სხვა ადამიანებს თუ გაუკეთეს საქმე და რამდენად ჩანს ეს ფიგურა, მარტო ახლა ძალიან ბევრი სამწუხაროდ თაღლითური სქემები მსხვერპლი ადამიანები გავიცანი, განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში საუბრების დროს. ხო, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, რომ გავითვალისწინოთ. რაც შეეხება მე ძალიან დიდი მნიშვნელობა მინდა კიდევ მივანიჭო იმ ადამიანებს, ვინც აქამდე კიდევ არ გაუვლა კონსულტაცია, აი, ვისაც ჩაბარების სიტუაცია შეეხო, რომელიც ყველაზე მტკივნეული იყო და ჩემი აზრით და ჩემი ფიქრით, რასაც ვაკვირდები, ადამიანმა უბრალოდ საკუთარი თავი გაწირო, იმიტომ რომ არ გაიარო კონსულტაცია და არ დააზუსტო რა ნაბიჯები უნდა გადადგა იმისთვის, რომ წითელ საბუთის დროს ერთ შემთხვევაში თუ გაგრძელებენ, მეორე შემთხვევაში არ გამიგრძელებენ, თუ გასაჩივრებული მაქვს და როგორ უნდა გავაკეთო მე საბუთები და ეს ყველაფერი არ გადავხედო, როცა ყველაზე მეტად წითელ საბუთიანებს შეეხოთ, ჩემი აზრით არ არის სწორი, იმიტომ რომ რა ვიცი, ხა მე მაგალითად რაღაცა 100 ევროს გამო, ან 50 ევროს გამო, ან თუნდაც 200 ევროს გამო 4 წელს არ დავკარგავ. იმიტომ რომ თვლი რომ როდესაც ადამიანს რაღაცა ჭირდება, უნდა ჩადოს ინვესტიცია. გინდ ისენი სწავლა ექნება, გინდ ის ჩაბარო. ასევე რომ მოდის ადამიანი ძალიან ბევრმა ადამიანმა ეს კულტურა უკვე რა თქმა უნდა შეიგნო და ძალიან მიხარია. წინასწარ უკვე აზუსტებენ ბინის საკითხს, ქირის თემას, სოციალურ საკითხებს ჩაწერას მისამართიან, ზუმისამართოს, ენის თემას, რადგან ხვდებიან რომ ეს უკვე აღარ არის სახუმარო, არ უნდათ იგივე გზის გავლა და იმასაც ბევრი მიხვდა რომ უბრალოდ ძალიან ბევრ ჯგუფებში დაწერონ, რამდენიც არ უნდა უთხრან ყველა თქვენ ემიგრანტებმა სადაც რომ გამოხატოთ, ყველას თქვენ გამოცდილება გაქვთ შესაბამისად ჩემი აზრით ამ დასკვნამდე როგორღაც კონსულტამდე მივდივარ ძალიან ბევრი ადამიანთან ხოლმე რომ ესე არ არის ყველაფერი. ხოლო მე იმ ადამიანებზე მეცინება, რომლებიც მაგალითად რომ მეუნებიან ხოლმე რომ კანონმდებლობა მე უნდა მომერგოს და არა კანონმდებლობას მე უნდა მოვერგო. ნუ ეს რა თქმა უნდა არასწორი მიდგომა და ასევე მეორე ფაქტი არის, როდესაც ხშირად მესმის ხოლმე რომ არ ვთვლი რომ მჭირდება კონსულტაცია, იმიტომ ჩემით გავაკეთებ და მე მინახავს ძალიან ბევრი ადამიანი წლები რომ დაუკარგავს ამის გამო. რა არის ანუ ესეთი რამეა რომ აუცილებელია იმისთვის რომ შენ უბრალოდ სწორ გზაზე დადგე რა თორე რეალურად ეხა მასშტაბები იმხელა და მასშტაბები იმის გულისხმობ რომ
პროფესია იმ ხელს იძლევა, რომ შეგიძლია უფრო მეტადაც წახვიდე, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვისა, რომ ადამიანმა თავის დასახვევებებს მიაღწიოს. აქვე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ, ვინც მისმენთ და მიყურებთ, იმიტომ რომ თქვენი გაზიარებებით და ასე მეგობრების მონიშნით, რაც ძალიან დიდი მუხტია ჩემთვის, ძალიან კარგია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი უკვე ინფორმირებულია და წინასწარ უკვე რომ მოდის, მადლობელია იმითი, რომ ამდენი ადამიანი ეხმარებით ერთმანეთს. მოდი ვიყოთ ქართველები სამაგალითო, მოდი ყველა ადამიანმა დღეს დავამტკიცოთ ამ ლაივის მეშვეობით, მეგობრების მონიშნით, თუნდაც ეს მათ შეება ამ წუთას საინტერესო არ იყოს, მაგრამ დავანახოთ უბრალოდ, რამდენად მაგარიერი ვართ და ის, რომ თუნდაც ყოველ დღესასწაულზე სუფრას წევთ და ჩვენ მეგობრებს ლოცავთ, ჩვენ მშობლებს, ოჯახის წევრებს, წასულებს და შემდეგ დავანახოთ, მოდი პრაქტიკაში ემიგრანტებმა ერთმანეთს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთიანები ვიყოთ და არ გაგყოს ერთმანეთმა არც პოლიტიკურმა, არც მსახიობურმა თუ ნებისმიერმა სხვა ტიპის რაღაცამ. დავანახოთ, როგორც რელიგიურად ვართ ერთიანები და დღესასწაულებზე ყველას ერთმანეთს ულოცავთ, დავანახოთ აქაც და თუნდაც გაზიარებით ან თუნდაც მონიშნით. მე ხო არ ვითხოვ, რომ ფონდებში დავეხმაროთ ბავშვებს და იმას, თუმცა სასურველი იქნება ამის გაკეთება, დარწმუნებული ვარ, ბევრი ქართველი ძალიან ბევრი ქართველის მაგალითი მინახავს, რომელიც ძალიან ხალხზე დგას ბევრი და ბევრი ბავშვებიც გადაურჩენეთ. ასე რომ ვთქვათ, მოდი აი ამ გაზიარებების სახელი დავარქოთ, ისე რომ ჩვენ ერთიანობა იქნებ როგორმე ნელ-ნელა მოვიპოვოთ, ერთმანეთს ვაპატიოთ წყენები და მე თუ შევძელი მაგალითად ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ მიცნობენ და მაკრიტიკებენ ამ ლანძღავენ ან ასე შემდეგ წყევლიან, უბრალოდ მეცინება ხოლმე, იმიტომ რომ ჩემი სინდის იმდენად სუფთა არის და იმდენად სუფთად მაქვს ყველაფერი გაკეთებული ცხოვრებაში, რომ უბრალოდ არ მესმის ხოლმე, რატომ მაკრიტიკებ, როცა შენი საქმე გაქვს, არ აკეთებ ხანდახან კარგად, მაგრამ მე საერთოდ არ გიწერ არც სულ კომენტარს, არც კარგ საუბარს გეუბნები, იმიტომ რომ შენი კლიენტურა ყავს, გვერდმა მოგახმაროს, ნებისმიერ ადამიანზეა ეს რა მოკლედ. ანუ არ შეიძლება რა, ანუ იმის ადამიანს ცდილობს, კარგად გამოსდის, ცუდად გამოსდის, შე რატო უნდა ადგე და ვიღაცას გაუფუჭო რაღაც საქმე. თან მით უმეტეს როცა შენ მასთან საქმე არ დაგიჭერია და არ გაუფუჭებია შენ საქმე. ხო და გაიცან ჯერ ადამიანები, ან თუ ვინმეს პრობლემა გაქვთ, რამე კიდე დამირეკეთ და გავისაუბროთ. მე მგონი არც ამაზე იქნება პრობლემა. რაც შეეხება ამერიკის საკითხს მე გეტყვით რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა შემოდის და რატო არ ვიღებ ყველას ამერიკის საკითხს. როცა ვიძახი რომ ტურისტულ ვიზაზე არის შევსება 10 წლიანი, ავტომატურად თქვენი გონება უნდა წავიდეს იმაზე, რომ აი 10 წელში მე ვიზას ავიღებ, არა, ვიზიტი ინიშნება, მაგრამ ვიზიტი სანამ ჩაინიშნება, მანამდე უნდა გქონდეთ ესპანეთის რეზიდენცია, ან ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყნის რეზიდენციაზეც მუშაობთ და შემდგომ ასევე პასპორტი უნდა გადაიხედოს. ეს შემდგომ სისტემაში აქტიურდება საიდუმლო კოდი, რომელიც ენიჭებათ ამერიკის მიერ თითოეულ პიროვნებას, ეს შემდგომ აქტიურდება, რისკები ფასდება, ის კითხვები, რა თქმა უნდა, რაც შემოცხა 7 წელი ამაზე ვმუშაობთ, მე და ჩემი გუნდი და ახლა ლოგიკურად ვიცით ხა რა შეიძლება კითხვები გამოვიდეს, რა თქმა უნდა დავწონდეთ ყველა რისკი, რა შეიძლება გამოსვლის ალბათობა, არ გამოსვლის ალბათობა და რა თქმა უნდა, შემდგომ ამაზე საჭირო კონსულტაცია, რომ გადაიხედოს ეს რისკები. პირდაპირ რო თანხას დაგისახელებთ, ესე იგი არ მაინტერესებს, მე ესე უყურებ, რომ აი არ მაინტერესებს მაშინ ამ ადამიანის, რომ მაინტერესებს და როგორი შემტკივა და რომ ირეკავს ადამიანი და რომ მიჭირს და შენ დახმარება, თორე იურისტი არ შეგჭირდება თუ შენ დახმარება არ დაგჭირდა, ხო? ან კბილის ექიმი ისუსგენ თუ კბილი არ თქივა. რო ვიცი რომ ესეთი პროფესია ავირჩიე, სადაც ძირითადად დახმარებაზე უნდა იყო ორიენტირებული და იმაზე რომ შენ კლიენტს რომელიც თანხას გიხდის გაუკეთო შენი მაქსიმუმი, ამიტომაც ვცდილობ ნებისმიერ სფეროში ამერიკა იქნება ეს თუ ესპანური ენა იქნება თუ მართლმსაჯულება იქნება თუ რაც იქნება, ყოველთვის მაქსიმუმი გავაკეთო. ინგლისზე და კანადაზეც გეტყვით, რომ არ არის ახლა რეკომენდირებული, იმიტომ რომ ინგლისმა შეზღუდვები ძალიან ბევრი დააწესა და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ ყველაფერს მიაქციოთ ყურადღება. ამერიკის ვიზა კი არის ძალიან რთული, მაგრამ ისეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პირდაპირ ალალად შეავსო შენ ყველაფერი, იქ არ არის ეგრე. უნდა შეავსო რაღაცეები, უნდა დაამატო, რაღაცეები უნდა მოაკლო და ამ ყველაფერს გადახედვა საჭიროებს. ასე რომ ვისაც ამერიკას სერიოზულად გაინტერესებთ, მომწერეთ პირადში, აგერ და ბევრი რომელიც ვერ მიკავშირდებით, მე მარტივად გეტყვით WhatsApp-ის ნომერზე, აი ამ ნომერზე, ტელეფონზე მირეკავთ აბა და იქ შვეიცარიულ ნომერი მიდევს და უბრალოდ WhatsApp-ის ნომერს მოგცემთ მე ჩვეულებრივად, აგერ და WhatsApp-ზე შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, ანუ არც და არ ვიმალები, გამჭვირვალედ მიდევს ჩემი ნომერი და რატომღაც ბევრი ადამიანს გონია, რომ ეს ადამიანი ანუ როგორ გითხრათ, ანუ იმალება თუ რა ხდება, მე თვითონაც ვერ ხვდები, ანუ აქედან გამომდინარე, ანუ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აუცილებელია რომ იცოდეთ, რომ მე ხელმისაწვდომი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ კვირა არის დღეს და შეიძლება დასვენების და იყოს, უბრალოდ ძალიან ბევრი მესჯი არის და მე შეიძლება არ მომეცალოს და ამიტომ დღეს ჩავწერე ეს ლაივი, იმიტომ რომ
დაგანახოთ, რომ ფიქრობ, რომ გული შემტკივა იმ ადამიანებზე, რომლებიც დღემდე ვერ აცნობიერებენ, რამხელა ენის მნიშვნელობა, რამხელა ბინის თემა სამწამო, ან რამხელა არის ჩაწერის მნიშვნელობა, ან თუნდაც ნებისმიერი სოციალური საკითხი, ხო? ანუ ესეთ რაღაცებს თუ მე არ ჩემი არ გჯერათ, მაშინ იყავით, რა ვიცი, ძალიან ბევრი მაგათი მინახავს 10 წელი რო ელოდება ხალხს საბუთებს და 14, 15 და უბრალოდ ენანება იმისთვის, რომ საკუთარ თავისთვის ენანება და სხვისთვის ხო საერთოდ რაზეა საუბარი. და მოკლედ, ვინც ახალი შემოსულები ხართ, კიდევ ერთხელ ჩემი თხოვნა იქნება, რომ გააზიაროთ და მეგობრები მონიშნოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ამითი მოდი შევკრათ ერთი რაღაცა წრეერთი ჩვენ დავანახებთ, რომ ქართველებს მარტო სუფრაზე არ შეგვიძლია ერთობა. ერთობა შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ იქ კი არა, უფრო მეტი შეგვიძლია. დავანახოთ რა, რატო უნდა გვაჯობოს სხვა ნაციებმა, რა, რითი უნდა გვაჯობოს, როგორ უნდა მოვახდინოთ, დავიჯერო ქართველები, დავიჯერო ინდონეზე დავეშვით, რომ პოლიტიკური ფიგურების გამო შევა ერთმანეთის საერთოდ გადავიკიდოთ. დამერწმუნეთ იმ პოლიტიკურ ფიგურებსაც, რახანს ხშირად არის ხოლმე კონსტიტუციებზე საუბარი ხოლმე ზოგი, ასე ვთქვათ, ერთ მხარეს იჭერს, ზოგი მეორე მხარეს იჭერს. მე ერთი რამ აზრი მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით. მეგობრებო, ჩვენ ერთმანეთი იმ ფიგურებს თქვენ არ აინტერესებთ. დამერწმუნეთ, იმათ აქვთ მიზანი ორივეს და ეს ფანატიზმი რეალურად არ არის კარგის მომტანი. მე თვითონ მაგალითად აი რელიგიური ადამიანი ვარ ძალიან, მაგრამ ფანატიზმში ეს არ გადამდის. და სხვას არ ვახო თავს და არ შეიძლება ან რელიგიური ფანატიზმის გამო ჩემი აზრით, ან პოლიტიკურის გამო ჩვენ ქართველებმა ერთმანეთს ან იურიდიული აი რახანც ეს ლუკა ძალიან მიყვარს, ან ეს სხვა ადამიანი კონკრეტულად ძალიან მიყვარს, სხვა შევიძულოთ. ჩემი აზრით უნდა ჩვენ ერთმანეთს მიმართ ვიყოთ აზრის პატივისცემა შეგვეძლოს, რომ ემიგრაციაში სადაც ძალიან ბევრი ადამიანს იმიტომ ჩამოდის, რომ გარდა იმისა, რომ უკეთესი ცხოვრება უნდა თავიდან რთულია და იმ ეტაპებს გადის და თუ სხვა ეროვნებები ერთმანეთს ეხმარებიან და აწვდიან ინფორმაციას მარტივად, კონკრეტულად და იქ აქვთ დაფასება, იქ იურისტსაც, იქ ყველაფერს და ეს ყველაფერი, რატო არ შეიძლება ჩვენც ეს გავაკეთოთ? ჩემი ესეთი იდეა არის შემოგთავაზეთ, რა ვიცი თუ თქვენც რა თქმა უნდა ამ იდეას გაითვალისწინებთ, კარგი იქნება. ხო, კრიტიკას კიდე რაც შეეხება ზოგადად ერთმანეთს ვინც აკრიტიკებთ და ჩემი დაწყებული ერთს გირჩევთ. არ მიაქციოთ ეს ადამიანებს ყურადღებას, ვინც გაკრიტიკებთ, ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ იმათთვის და იმათ ცხოვრებაში. რაც შეეხება მინდა უცბად გითხრათ მოკლედ ჩაბარებაზე, ჩაბარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა მიაქციეთ, ვინ ჩაბარებულები ხართ, ან ელოდებით, ან პასუხის სიტუაცია გაქვთ, ან გასაჩივრებული გაქვთ, ეს ყველაფერი კარგად საკონსტიტუციოა ჩემი აზრით, იმიტომ რომ 20 მაისი უკვე კარს მოგვადგა და ბოლოსთვის ნუ მოიტოვებთ, რომ მე შეიძლება გვიან იყოს კონსტიტუცია და ბაი-ბაიზე არ გავიდეს ეგ სიტუაცია. ჩაწერის თემასაც კარგად მიაქციეთ, რომ განახლებული გაქვთ თუ არა, რომ ეგაც ყოფილა რომ ვადა გაუვიდა და ყველაფერი სტანდარტულად რო ეგონა ადამიანებს. ბინის საკითხებზე, ნუ ძირითადად ხა აქ თავდები გჭირდება ან შემოსავლები, ან თქვათ Airbnb-ის ვარიანტი არის ხოლმე კარგი, რაც დავაკვირდი. მე ბინებზე არ მუშაობ, არ ვარ მაკლერი, ეს კარგად მინდა და არც სამსახურებს არ ვყიდი. არ ვიცი ვინ გავრცელა ეს ინფორმაცია, თუმცა მე ვარ იურისტი, მე ვარ მასწავლებელი და მე ვაკეთებ ამერიკის სერვისებს. ყველაფერი შეგიძლია იხილოთ, მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც არც სამსახურებს ყიდის და არც მაკლერი არა ვარ და თუ ესეთ რაღაც გავაკეთებ, ყოველთვის გავაკეთებ უფასოდ, იმიტომ რომ ჩემს მიუღებელია, როცა ადამიანი ისედაც ემიგრაციაში და ადგე და სამსახური გაყიდო. ყველას თავის დროზე გავამოჩოს, მე ესეთი შეხედულება მაქვს. შესაბამისად, რაც შეეხება ბინის ყიდვის საკითხებზე იყო კიდე რამოდენიმე შეკითხვა, ბინის ყიდვა არის სხვადასხვა თემებით, არის იპოთეკით, არის შეგიძლია არალეგალი თუ არ შემიძლია ვიყიდო თუ არა. კი ბატონო, შემიძლია ჩამოვიდე, ვიყიდო, უნდა ავიღო და გარკვეული პროცედურები უნდა გავიარო. ბინას ერთ დღეში ვერ ვიყიდი. ძალიან ბევრი მოდის და იმედით საქართველოში ხდება გადაფორმა ვიყიდე, გადავიფორმე. ეგრე ადვედ არ ხდება. ეს საკითხიც მნიშვნელოვანია. საბუთებისაც შეეხება 1 წლიანის მერე აიღებთ უკვე 4 წლიანს, 2 წლის გარდა, ანუ ეს სიახლე და ნიუანსი იქნება. და მერე აიღებთ 5 წლიანს. შრომით უფლებებზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ. უსაბუთო ადამიანს იგივე უფლებები აქვს, რაც საბუთიანს. თუ თქვენ არ მოითხოვთ თქვენს უფლებებს, არ გაივლით იურისთან კონსულტაციას, დაგჩაგრავენ ბოლომდე. ბევრი кейსი მინახავს, 2000-ის მიუციათ და ეგონა რომ ხალხს ერთ-ერთი ხალხს სუმა გული მწყდება ხოლმე 6 ეკუთვნოდა, მაგრამ არ გაიარა, იმაშინ 50 ევროზე იყო საუბარი ამ კონსულტაციაზე, არ გაიარა კონსულტაცია, გაიღო ეს 2000 ევრო და მაყოფილი დარჩა და აქ მალობები უხატა, როცა 6000 შეგვეძლო, აი ერთ წამში დაგვეჭირა. და მაგრამ ძალიან ბევრი შემთხვევაც მახსოვს, ზითად რამოდენიმე ბატონ მახაზი მიხვდება ამას, მახაზის შემთხვევა იყო და სხვათა შორის 300
396 ევროს თავაზობდნენ, როცა 3000 ავიყვანეთ. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ადამიანი შესამსხვრიდან გიშვებს და თავისი მიზეზებით და რაღაცებს იგონებს, სასამართლოში წავიდეთ და რო იჭიმებიან, ვერაფერს ვერ დაგაკლებენ. თუ კანონი არსებობს, ჩვენ მხარეს არის. მაგრამ მე საბუთი მაქვს და არ მუშაობ ლეგალურად, ეს უკვე ანუ მე თვითონაც კარგი მსვარღო. ამასაც უნდა გავაკვირდით, მაგრამ რა თქმა უნდა, ხა თუ ადამიანი პენსიონერია და იმიტომ პენსიაც აიღოს და რაღაცა კიდე მესმის, ხო. რაც შეეხება ეხა სხვა საკითხს, პარეხა და ეჩო რეაგრუპაციონი და მსგავს საკითხები უკვე ჩემს პირადად კონსულტაციებში ჯობია, იმიტომ რომ რასაც ვაკვირდები ლაივების დროს ძალიან ბევრი ადამიანი რო ისმენს ამ ინფორმაციას ყველაფერს კრეფავს და გონია რომ ყველაფერი თავის თავზე ერგება. არა, მეგობრებო, იმიტომ რომ ჯგუფში ვართ თითქმის 13000 პლუს იქ 130,000-მდე ვართ ჯამურად და აქედან გამომდინარე ყველა ადამიანისთვის ვსოფლო ზოგადად ვისაუბრო, რომ იდეა შეიქმნათ, მაგრამ ნუ ყველაფერს თქვენ თავზე ნუ მიიტანთ, ანუ ყველა იმ ინფორმაციას, რასაც მე ვიძახი, იმიტომ რომ შეიძლება გარკვეული შეცდომებზე მიგიყვანოთ და არ მინდა რომ ეს მოხდეს. ნუ რაც შეეხება ხა ნაციონალიტეტიო წლები იმატებსო და რაღაცები, ესეც აბსურდია, ძალიან ბევრ რაღაცას გაიგებთ, ამიტომ ყოველთვის ჯობია ინფორმაცია დააზუსტოთ. გინ ჩემთან, გინ სხვა იურისტთან, გინ ადვოკატთან ამ შემდეგ გაიგოთ რა უფლებები გაქვთ, იმიტომ რომ ერთხელ შეიძლება ადამიანმა გაიარო კონსულტაცია და მთელი 1-5 წელი აღარ დაგჭირდეს. ვიდრე 5 წელი გაგივიდეს დრო და დარჩე ესე. ბოლოს არ მინდა გამოვტოვო ჩემი მოსწავლეები ესპანური ენის, სხვა შორის იმას თორცმედო, ძალიან მაღალი შედეგები აიღეს გამოცდებზე და მინდა მათ ძალიან დიდი სიხარულით მიულოცო. ძალიან გამიხარდა. ზოგადად თხოვეს სახელებით არ მეხსენებინა, მაგრამ რა ვიცი. მოდი ანას ჯგუფით მიხვდებით და მიხვდებით ვისაც გულისხმობ. ძალიან გამიხარდა, რომ ბ1-ის სერტიფიკატები აიღეთ ოფიციალურ სერვანტესის. მოკლედ ესპანურ ენაში მომზადებაზე რაც შეეხება ამ ეტაპისთვის იკრიბება ჯგუფების და ინდივიდუალურიც გვაქვს გარკვეული შეზღუდვები მიგაგებით, რომ ყოველთვის არ აქვს ადგილები, მაგრამ ვისაც სწავლა გინდათ და მაღალ დონეზე გინდათ, პირველში მინდა რომ გაგესაუბროთ, რომ გავიგო რა მიზნები გაქვთ, რამდენი ემთხვევა ყველაფერი ჩვენ და ასევე ძალიან მიხარია ის, რომ გრანტიც მოგვანიჭეს ფინანსური, რადგანაც ჩვენ ის მიზნები, რაც დავისახეთ, რომ ჩვენი აკადემია, ლუკას აკადემია იყოს ერთ-ერთი წამყვანი და მალე პირველი ქართული აკადემია იქნება, რომელიც ტოპ-10-ში დარჩება და ღირსეულ სახელს ატარებს, ეს იქნება. და სხვათა შორის მინდა გითხრათ, ვისაც გული შეგტკიოთ ხოლმე, რომ ემიგრანტები იკარგებიანო და შემდეგ ნიჭე ერთაობო, ჩვენს გუნდში მასწავლებლები, რომლებიც ჩვენ გვყავს, ან ინფორმატიკის სფეროში, მარკეტინგულ სივრცეში და ყველგან, ყველა ის ადამიანი არის წამოსული ემიგრანტების შვილებიდან და მაქსიმალურად ვცდილობ ამ ადამიანებს შეუქმნა ის პირობები, რომ იყვნენ საუკეთესო კონდიციებში და თვითონ თავის ტყავზე რო აქვთ გამოვლილი თავის შობლებს და იციან რაც არის, გაცილებით მეტად ესმით ის თქვენი ტკივილი ყოველდღიური ან ის თქვენი განცდები. ამიტომაც მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი აკადემიაში მეტად შინაურები დაასაქმდნენ, ანუ გულისხმობ, არა დედა, მამა და შემდეგ, არამედ ის ადამიანები, რომლებიც მაქსიმუმს შეადებენ და ენდომა ყველასთვის კარგი ღია არის, ვინც კეთილსინდისიერია, პატიოსანი ადამიანია და ეთიკას იცავს. ყველაზე მთავარი ადამიანობაა და მერე არის შენი იურისტობა, ბლაგობა, თუ ნიშნობა აქვს ნებისმიერი საკითხი. დანარჩენი ხა მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანს ამ ეტაპზე შეიძლება საშუალება არ ქონდეს ამ დრო მომზადებისთვის, ამიტომაც ვისაც ჩემ პირველი წიგნი გინდათ ესპანურის ელექტრონული ვერსია, შემიძლია მე გაჩვქოთ, იმიტომ შეგი მსუბუქოთ უფრო დაგანახოთ რომ გვერდში გიდგავართ, იმიტომ რომ მინდა რომ დაგანახოთ რომ არ შეიძლება ეს ხელისყურ ადამიანს თორსა იმ მომენტში არ აქვს საშუალება და ამიტომაც ერთ-ერთი ჩემი თხოვნა იქნება თუ გინდათ, თუ არ გინდათ, ნუ გააკეთებთ. მონიშნეთ და გააზიარეთ სამი მეგობარს მონიშნეთ, კარგი იქნება უბრალოდ რომ ერთობის სიმბოლოდ ვაქციოთ. და რაც შეეხება ის მართვის მოწყობაში უნდა აქ მომზადება ესპანურში, ამაშიც გვყავს ინდივიდუალური და ჯგუფებიც გააჩნია ადამიანთან მოლაპარაკების საფუძველზე რა დონეზეა. დანარჩენი ხა ამერიკის თემა იქნება თუ იურიდიული კონსულტაცია იქნება, შეგიძლიათ უკვე პირადში შემეხმიანოთ, რაც შეეხება მე კომენტარებს WhatsApp-ზე შეგიძლიათ შემეხმიანოთ, კი დავწერე ყველაფერი. მე ერთს გეტყვით მეგობრებო, კითხულობ ყველა თქვენ მესიჯს, შევადევნებ თვალს, ერთს გეტყვით რომ ძალიან ბედნიერი ვარ რომ ქუჩაში როდესაც მივდივარ ნებისმიერ ქალაქში მურსიდან დაწყებული მადრიდი, ბარსელონა, რა ვიცი, დიდი ქალაქები მთავრებული, გრძნობ უდიდეს სიყვარულს. ფოტოები, რაღაც სელფია შემდეგ ესე დეტალები ძალიან მიხარია ხოლმე რომ ადამიანებს უბრალოდ ან თუნდაც რესტორანში შედიხარ და
აი ამ პატივისცემას რო გძნობ. მე არავისგან არაფერს არ ვითხოვ, მე მაქვს ჩემი მიზანი, თუ ამას რატო ვაკეთებ. ვიღაცა თუ შეიძლება ჩათვალოს, რომ ეს მარკეტინგული ხრიკია, მაგრამ მე პირდაპირ გეტყვით, მაშინ ალბათ თქვენ თვითონ დაფიქრდით. შეიძლება ვიღაცამ ამითი კონსულტაცია მე გაიაროს და მე ფინანსურად რა თქმა უნდა წამადგეს, მაგრამ მეორე მხრივ არის ძალიან ბევრი მაყურებელი, იმ 25,000-დან შეიძლება, რომელიც რა თქმა უნდა სულ უფალს იღებს იმ ინფორმაციას თქვენი გაზიარებით და მონიშნით. ასე რომ მე იმას ვიტყვი რომ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ადამიანები საქმის კურსში იყოთ ეს ლაივი დარჩებათ თავიდან ბოლომდე შეგიძლიათ შემდგომ უყუროთ კარგი იქნება თუ გააზიარებთ დანარჩენი დეტალები ახლა უკვე ყველაფერი გითხარით მეტი რაიმე ცვლილებები თუ სიახლეები იქნება აუცილებლად მე გაგიზიარებთ და რა ვიცი დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი მონიჭებული ნდობისთვის დროისთვის და ყველაფრისთვის ვფიქრობ მაქსიმალურად ამომწურავად მიმოვიხილე ის რაც იყო და უკვე YouTube-ზეც დაიდება ეს ლაივიც ასევე მინდა გითხრათ. დიდ მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის. საბა ნახვამდის დამტებისთვის დამიკავშირით პირეთში.